გამარჯობა მეგობრებო. კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა. ანრი, ჟერარდი, რობენი და მაურინიო მის დონეზე საუბრობენ. ეს ყველა საინტერესო ინფორმაცია ამ ვიდეოშია. სანამ დავიწყებთ, დიდი მადლობა თქვენ, რადგან უკვე 99,000 გამომწერზე ავედით. ახლა კი ერთი ნაბიჯი გვაშორებს ჩემს ერთ-ერთ მთავარ მიზანს, 100,000 გამომწერს. ამიტომ თუ ამ ვიდეოს უყურებთ, არხი ჯერ არ გაქვს გამოწერილი, დამითმე რამდენიმე წამი და დააჭირე გამოწერის ხილაკს. შენთვის ეს შეიძლება ერთი კლიკია, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან დიდი ნაბიჯია იმ მიზნამდე, რომელსაც ამდენი ხანია ერთად მივყვებით. ასევე ვცადოთ რომ ავიდეთ ჩვენს ტრადიციულ 2,000 მოწონებაზე. მე კი ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და მოდი დავიწყოთ. ბრწყინვალე ხვიჩა კვარაცხელია და ბრწყინვალე პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ფინალში არიან. პარიზელებმა ბაიერნთან 1-1 ითამაშეს. ორი მაჩის ჯამში 5-6 გაიმარჯვეს და ბუდაპეშტი საგზური სრულიად დამსახურებულად მოიპოვეს. მაგრამ ქართული ფეხბურთისთვის ეს მხოლოდ ფინალში გასვლა არ ყოფილა. კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა. ქართველი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ტურნირის პლეი-ოფში ზედიზედ 7 შეხვედრაში გოლი ან საგოლე პასი მიითვალა. მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ანგარიშზე უკვე 16 საგოლე მოქმედება, 10 გოლი და 6 საგოლე პასი. ამაჩვენებლით ის კილიან მბაპესა და ჰარი კეინს გაუთანაბრდა. აღსანიშნავია, რომ მიუნხენშიც გულშემატკივარმა ნამდვილი დიდი მატჩი იხილა. მართალია პარკ დე პრენსის 9 გოლიანი შოუ არ განმეორებულა, მაგრამ თამაშის ხარისხი უმაღლეს დონეზე იყო. ბაიერნმა საწყის წუთებში დიდი დარტყმა მიიღო და ეს პირდაპირ ხვიჩას დამსახურება იყო. ფაბიან რუისის პასის შემდეგ კვარა მარცხენა ფლანგზე ბურთი მიიღო. სიტუაცია იდეალურად წაიკითხა და უსმან დემბელეს საგოლე გადაცემა გაუკეთა. ეს იყო მისი მე-6 ასისტი ამ ჩემპიონთა ლიგაში და მე-16 საგოლე მოქმედება მთლიან ტურნირზე. UEFA-მ კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ვილიან პაჩო დაასახელა, რომელიც მართლაც ძალიან საიმედოდ გამოიყურებოდა, მაგრამ არაერთი გამოცემა და ანალიტიკური პლატფორმა სულ სხვა აზრზე იყო. მათთვის შეხვედრის მთავარი ფიგურა კვარაცხელია გახლდათ. სტატისტიკაც კი ამას ამყარებს. კვარამ კარისკენ 5-ჯერ დაარტყა საუკეთესო მაჩვენებელი მატჩი. 2 დარტყმა ზუსტი ჰქონდა. ამ ხრივაც ლიდერებს შორის იყო. 6 წარმატებული დრიბლინგი შეასრულა. საუკეთესო შედეგი შეხვედრაში. მეტოქი საჯარიმოში ბურთს 8-ჯერ შეეხო. მიწაზე 14 ორთაბრძოლიდან 10 მოიგო. 2 ჩაჭრა გააკეთა და ასევე 4 პოტენციურად საგოლე პასი შეასრულა. ჰუსკორდმა კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ კვარაცხელია დაასახელა 8.4 ქულით. მაგრამ რაც მთავარია, პარიზული კლუბი ფინალშია, სადაც ისინი 30 მაისს არსენალს დაუპირისპირდებიან. მატჩის შემდეგ კი მიუნხენის ბაიერნში მსაჯობითაც უკმაყოფილო დარჩნენ. როგორც იწერება გერმანული გრანდი ფიქრობს, რომ განმეორებით შეხვედრაში საკამათო ეპიზოდები იყო და ამ საკითხზე UEFA-ში საჩივრის შეტანასაც განიხილავს. მაგრამ თუ რამდენად აქვს აზრი მსგავს საჩივრებს, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. მთელი საფეხბურთო პრესა კი კვლავ კვარაცხელიაზე საუბრობს. სწორედ ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო შეფასება გააკეთა გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემა ეკიპმა. ფრანგული გამოცემა დემბელე კვარაცხელიას დუეტს PSG-ს მომაკვდინებელი არახს უწოდებს. მათ წერილში ხაზი გაესვა იმას, რომ დემბელე უკვე ოქროს ბურთის მფლობელია, ხოლო კვარაცხელი ამ ჯილდოსკენ ძალიან სერიოზულად მიიწევს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ხვიჩა თითქმის ყველა ტიპის ეპიზოდში იყო ჩართული. ბურთს იღებდა, დრიბლინგით უტევდა, მომენტებს ქმნიდა და მუდმივად საფრთხეს აჩენდა. ეკიპის აზრით, სეზონი რომ ახლა სრულდებოდეს, ან მსოფლიო ჩემპიონატის ფაქტორი არ არსებობდეს, კვარაცხელია ოქროს ბურთის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნებოდა. ასევე მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი სტატისტიკაც: 10 გოლი და 6 საგოლე პასი ჩემპიონთა ლიგაზე, რაც ამ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია. მატჩის შემდეგ კომენტარი თავად ხვიჩამაც გააკეთა. პრაიმ ვიდეოსთან მან თქვა: ყოველდღე ძალიან ბევრს მუშაობ, მაგრამ ასეთ გუნდში თამაში ბევრ ამას გიმარტივებს. ჩვენ ერთი ჯგუფი ვართ, ერთიანი სულით მოქმედებთ და სწორედ ეს გვაძლევს განსხვავებას. ასევე როცა გკითხეს არის თუ არა ეს მისი კარიერის საუკეთესო პერიოდი, კვარაცხელი ამასე უპასუხა: არ ვიცი ეს ჩემი საუკეთესო მომენტია თუ არა. შეიძლება არის, შეიძლება არა. მე გამარჯვებისთვის ვთამაშობ. ვიცი რომ უნდა ვირბინო და დაცვაშიც დავეხმარო გუნდს, თორემ სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდები. Sky Sport-თან კი კიდევ უფრო პირდაპირ თქვა: მიხარია რომ გუნდს დავეხმარე, გუნდისთვის ყველაფერს ვაკეთებ. დაცვაში დაბრუნება? ენრიკე მითხრა თუ არ ვირბენდი, სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდებოდი. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ რომ მცველებს დავეხმარო. ზოგჯერ შეიძლება ძალა აღარ გქონდეს, მაგრამ უკან დასაბრუნებლად ენერგია მაინც უნდა იპოვო. განაცხადა ხვიჩა. ხოლო მსოფლიო ლეგენდები კვარაცხელიაზე კვლავ აქტიურად საუბრობენ. მაგალითად ტიერი ანრი ამბობს: როდესაც გუნდში ორი ისეთი გარემარბი ყავს, რომლებიც მეტოქის განადგურებას სხვადასხვა გზით ახერხებენ, ეს ნებისმიერი დაცვისთვის კოშმარია. ეს ალიანს არენაზეც მალევე გამოჩნდა. როდესაც
მატჩის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო, კვარაცხელიამ ბურთი მიიღო და დემბელეს იდეალური პასი გაუკეთა. იმ სწრაფმა გოლმა ატმოსფერო შეცვალა და თამაშის სურათზეც დიდი გავლენა მოახდინა. ამ ორ ფეხბურთელს შორის ძალიან კარგი კავშირია. დემბელე მომენტებს სივსისხლიანად ასრულებს. კვარაცხელია კი ხედვითა და დრიბლინგით დაცვის სისტემას აზიანებს. განაცხადა ანრი. ასევე იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა და მსოფლიო ჩემპიონმა ლუკა ტონიმაც კვარაცხელიას თამაში გამოარჩია. კვარაცხელიამ დღეს ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ასეთი ვარსკვლავებით სავსე მოედანზე ჩემი აზრით ის საუკეთესო იყო. თითქმის ყველაფერს იდეალურად აკეთებდა. სტადიონიდან მისი თამაშის ყურება მართლაც განსაკუთრებული იყო. PSG დაცვაში უკეთ მოქმედებდა. როცა დიასი ატყუებდა მეტოქეს, მასთან მეორე ფეხბურთელი მაშინვე ჩნდებოდა. ხოლო როცა იგივე სკვარა აკეთებდა, ის უკვე კართან იყო. აღსანიშნავია, რომ ხვიჩას თამაშს გამოეხმაურა ლივერპულის ლეგენდა სტივენ ჯერარდიც. ის ძალიან ძლიერი და ძალიან სახიფათო ფეხბურთელია. ორივე მიმართულებით შეუძლია წასვლა. როგორი ასისტი გააკეთა. ასეთ მომენტში ბევრ გარემარბს ეპიზოდი გაუფუჭდებოდა, მაგრამ მან თამაშის დასაწყისში ზუსტად ის გააკეთა, რაც გუნდს სჭირდებოდა და დემბელეს იდეალური პასი მისცა. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის. ბევრ ვინგერს თამაში მხოლოდ მაშინ უნდა, როცა ბურთი ფეხებში აქვს. ეს ბიჭი კი ყველაფერს აკეთებს. შრომობს, იბრძვის, ბურთისთვის ეცემა, შეუძლია ასისტიც და გოლიც. ჩემი აზრით ის ახლა მსოფლიოში საუკეთესო ვინგერია, განაცხადა სტივენ ჯერარდმა. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ მიუხედავად ბაიერნის მტკივნეული მარცხისა, კვარაზე არიან რობენიმაც ძალიან დადებითად ისაუბრა. ეს უმაღლესი ხარისხია. როგორც კი სივრცეს იღებს, მაშინვე გრძნობ, რომ საფრთხე იწყება. კვარაცხელიას პირდაპირობა აქვს, არ ყოყმანობს, მაშინვე გიტევს და სწორედ ეს ხდის მის წინააღმდეგ დასვას რთულს. გარემარბისთვის მთავარი სწორი დროისა და თავდაჯერების შერწყმა. ამ ეპიზოდში კი მან ორივე აჩვენა. ბაიერნმა მას ცოტა ზედმეტი სივრცე დაუტოვა. ასეთ დონეზე კი მისნაირ ფეხბურთელს მეტი აღარ სჭირდება. ეს იყო ძალიან კარგი დასრულება, მაგრამ ამავე დროს გაფრთხილებაც ბაიერნისთვის. ასეთ ფეხბურთელს მსგავს პოზიციაში თავისუფლება არ უნდა მისცე. საუკეთესო გარემარბები კი სწორედ ამას აკეთებენ. ერთი მომენტი, ერთი შანსი და გსჯიან, განაცხადა რობენმა. ბოლოს კი ჟოზე მაურინიომაც ძალიან საინტერესო შეფასება გააკეთა დემბელე კვარაცხელიას დუეტზე. უსმან დემბელე და ხვიჩა კვარაცხელია. ჩემთვის ეს ამ მომენტში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო კომბინაცია. ერთი გაძლევს არაპროგნოზირებადობას, მეორე კრეატიულობას და კონტროლს. მათ შეუძლიათ ფეხბურთელების მოტყუება, მომენტების შექმნა, გოლების გატანა და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ორივე მამაცია. ისინი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ. თანამედროვე ფეხბურთში იშვიათია ისეთი მოთამაშე, რომელსაც შეუძლია, რომ თამაში ინდივიდუალურად გადაწყვიტოს. როცა ერთ გუნდში ორი ასეთი ფეხბურთელი ყავს, უკვე რაღაც განსაკუთრებულთან გაქვს საქმე. შეიძლება ხალხმა ამაზე მალე დაიწყოს ლაპარაკი, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი უკვე ნათელია, განაცხადა ჟოზე. საბოლოოდ კი სურათი ძალიან მკაფიოა. PSG ფინალშია. კვარაცხელია რეკორდებს ამყარებს. მსოფლიო მედია მას ოქროს ბურთის კონტექსტში განიხილავს. ლეგენდები კი უკვე ღიად ამბობენ, რომ ის ამ მომენტში მსოფლიო ფეხბურთის საუკეთესო მარცხენა ვინგერია. ახლა კი მთავარი კითხვა. თქვენი აზრით შეძლებს თუ არა კვარაცხელია ბუდაპეშტის ფინალშიც გადამწყვეტის სიტყვის თქმას? მადრიდის რეალში დაძაბულობა სულ უფრო იზრდება. ფლორენტინო პერესი კი ახალი მწვრთნელისიებაშია. მადრიდის რეალის გარშემო სიტუაცია სულ უფრო იცავება. ბოლო პერიოდში ბლანკოსის შესახებ თითქმის ყოველდღე ვრცელდება ისეთი ინფორმაცია, რომელიც კლუბში არსებულ რთულ ატმოსფეროზე მიანიჩნებს. ცოტა ხნის წინ დაიწერა, რომ რუდიგერსა და კარერას შორის უთანხმოება იყო და საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა. ამის შემდეგ მედიაში კიდევ ერთი ხმაურიანი ამბავი გამოჩნდა. დაიწერა, რომ მბაპე გუნდის ვარჯიშებზე რეალის პერსონალს ეკამათა. ამ ფონზე სპორტ ბაიბლმაც გავრცელა ინფორმაცია, თითქოს სამეფო კლუბის გულშემატკივრებმა ონლაინ პეტიცია შექმნეს, სადაც მბაპეს გუნდიდან წასვლას ითხოვენ და მას მილიონზე მეტმა გულშემატკივარმა მოაწერა ხელი. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. სულ ცოტა ხნის წინ ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა მარკამ სტატია გამოაქვეყნა სათაურით. ვალვერდე და ჩუამენი ფიზიკურ დაპირისპირებასთან ძალიან ახლოს იყვნენ. წყაროსნობით ყველაფერი ერთ უხეშ ეპიზოდს მოჰყვა. ფეხბურთელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, კამათი გამწვავდა, იყო ფიზიკური შეხებაც. შემდეგ კი დაძაბულობა გასახდელშიც გაქცელდა. როგორც იწერება, ეს ინციდენტი კლუბის ბაზაზე სწრაფად გავრცელდა და კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რომ რეალის შიგნით სიტუაცია იდეალურისგან ძალიან შორს არის. ყველაზე რთული კი ისაა, რომ ეს ყველაფერი ელ კლასიკოს წინ ხდება. მატჩის, რომელიც შესაძლოა მადრიდელებისთვის სეზონის საბოლოო დარტყმად იქცეს. ბარსას ჩემპიონობის გასაფორმებლად მხოლოდ ქულა სჭირდება და თუ ეს სწორედ რეალთან მოხდება, ეს ბლანკოსისთვის ძალიან მძიმე სცენარი იქნება. ამ ფონზე კიდევ უფრო აქტუალური ხდება მთავარი კითხვა: ვინ ჩაიბარებს რეალს მომავალ სეზონში? ესპანურ მედიაში ძირითადად ორი კანდიდატი სახელდება: ჟოზე მაურინიო და იურგენ კლოპი. თუმცა კლოპთან მოლაპარაკება ამ ეტაპზე რთულად მიმდინარეობს. Mundo Deportivo-ს უახლესი ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი და ჟოზე მაურინიო ერთმანეთს ვიდეო კონფერენციის ფორმატში უკვე ესაუბრნენ. საუბარი დაახლოებით 1 საათით გაგრძელდა. როგორც ირკვევა, ჟოზე მადრიდულ კლუბში დაბრუნების შესაძლებლობა
დამსახურებლობა არ გამორიცხა, თუმცა საბოლოოდ თანხმობა ჯერ არ მიუწია. მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და რამდენიმე საკითხი კვლავ დასაზუსტებელია. მოსალოდნელია, რომ ფლორენტინო პერესი პორტუგალიელ სპეციალისტთან დაკავშირების საბოლოო გადაწყვეტილებას მომდევნო კვირაში მიიღებს. Ხევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კითხონა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.